ეთერში ქრონიკის სპეციალური გამოშვება ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე ბრიფინგს ბართავს, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით. სურს საზოგადოებას გავაცნო რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად არის შემუშავებული და პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიცირდება. ცვლილების მიღება საქართველოს პარლამენტი წლის ბოლომდე გეგმავს. აღნიშნული ინიციატივები მოიცავს 3 თემატურ ბლოკს, რომლებიც მიმართულია მმართველობის სისტემის გამყარების, კონსტიტუციურ ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოყვანისა და დემოკრატიული სტანდარტების გაძლიერებისკენ. პირველი ბლოკი ეხება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას. საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2006 წლის ნოემბერში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ორგანიზებით ცხინვალის რეგიონში ჩატარდა არაკონსტიტუციური არჩევნები, რომლის შედეგადაც გამოცხადდა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა. ამ ნაბიჯით იმჟამებელმა ხელისუფლებამ სეპარატისტულ პროცესებს ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა, რაც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების აშკარა და მძიმე ღალატი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ 2007 წლის ივნისში კვლავ კონსტიტუციის დარღვევით შეიქმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია, რომელიც დაფუძნდა იმავე არაკონსტიტუციური ალტერნატიული მთავრობის ბაზაზე. ამ გადაწყვეტილებით ხელოვნურად აღდგა 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები, რაც შემდგომში იქცა ერთ-ერთ ხელშემწყობ გარემოებად 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ისტორიული რეგიონის სამაჩაბლოს ოკუპაციისთვის. დღევანდელი გადასახედია ნათელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები იყო გარე ძალების გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი, რომელშიც საქართველოს შესაწირი პაიკის როლი დაიკისა. სააკაშვილის ხელით გატარებულმა პოლიტიკამ რეგიონში ვითარების ესკალაცია გამოიწვია და საბოლოოდ ქვეყანა ომამდე მიიყვანა. ამ ფონზე საქართველოს პარლამენტის წევრებმა აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასეს როგორც უხეში ღალატი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაც აისახა კონსტიტუციურ სარჩელშიც, რომლითაც მოთხოვნილია ნაციონალური მოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ იმ ფონზე, როცა საქართველოს წლებია მუშაობს არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ სამხრეთ ოსეთის ტერმინის თუნდაც ირიბი გამოყენება იმთავითვე იყო კონსტიტუციის და ეროვნული ინტერესების ღალატი. არავითარი სამხრეთ ოსეთი ქართულ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს. შესაბამისად, მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ. აქვე ხაზი უნდა გაესვას, რომ ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც კონსტიტუციის სრული დაცვით არჩეულ იქნენ 2006 წელს და დღეს დევნილობაში არიან. ეს მუნიციპალიტეტები არიან ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული და მოქმედი ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში და ამით საქართველოს სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოს ერთადერთი კანონიერი გაგრძელება. მეორე ბლოკი ეხება იმ ინსტიტუციური მოდელების გადახედვასა და კონსოლიდაციას, რომლებიც წლების განმავლობაში არსებობდა ფრაგმენტულად ან გარედან თავსმოხვეული მოდელების სახით. ჩვენი მიზანია მმართველობის სისტემის კონსტიტუციურ ჩარჩოში გამყარება და სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაცია. კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. პროცესში ჩართულია მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, პროკურატურა. ამ მხრივ ანტიკორუფციული ბიუროს დღეს არსებითად დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი.
მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. ინიციატივის შესაბამისად 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუმქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. შემდეგი საკითხი იგივე მოდელით ეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, რომელიც 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება. მისი ფუნქციები ასევე სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. როგორც დამოუკიდებელი ორგანო, აუდიტის სამსახური სარგებლობს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი ხარისხით, რაც სრულ თანხმედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ამ ბლოკის მესამე ინიციატივა ეხება ბიზნეს ომბუდსმენს, რომელიც ახალი ინსტიტუციური მოწყობის ფარგლებში 2026 წლის 1 იანვრიდან გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში, რაც ბიზნესის საჭიროებებზე უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას უზრუნველყოფს. საერთო ჯამში აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს მმართველობის სისტემის შესაბამისობაში მოყვანას კონსტიტუციით დადგენილ ინსტიტუციურ ჩარჩოსთან, სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაციას წრულად დაახლოებით 20 მილიონი ლარით, სტრუქტურული ფუნქციების გამარტივებას, უფრო მკაფიო პასუხისმგებლობებს და ეფექტიან მართვას. რაც შეეხება მესამე ბლოკს. მესამე ბლოკი ეხება დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესებასა და საარჩევნო კოდექსის ფუნდამენტურ განახლებას. მოქმედი საარჩევნო კოდექსი 2011 წელს იქნა მიღებული და მას შემდეგ 100-ზე მეტი ცვლილება განიცადა. შედეგად ტექსტი გახდა რთულად აღსაქმელი, ბევრი ნორმა გაორმაგებულია, კოდექსის დიდი ნაწილი მოქცეულია გარდამავალ დებულებებში, რომლებიც შინაარსობრივად ძალადაკარგულია სტრუქტურა კი საჭიროებს მოწესრიგებას. ამ მიზეზით უკვე რამდენიმე წელია დღის წესრიგში დგას კოდექსის სრული გადამუშავება, ინიციირებული ახალი რედაქცია სწორედ ამ პრობლემებს პასუხობს. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში დღეს დაინიცირდება ახალი საარჩევნო კოდექსი. ამ ახალი საარჩევნო კოდექსით მოხდება ნორმების სისტემატიზაცია და ტექნიკური დახვეწა, პროცედურების დაზუსტება, ნორმების დუბლირების აღმოფხვრა, კოდექსი გახდება ერთიანი, მარტივად გასაგები და ფუნქციურად გამართული ტექსტი. ეს ცვლილებები არსებითად ტექნიკური ხასიათისაა, მაგრამ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საარჩევნო პროცესის ნორმატიულ ჩარჩოს. კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელზეც მინდა ინფორმაცია მივაწოდოს საზოგადოებას, ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას, რომ არაფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს მიუხედავად იმისა, სად იმყოფება და სად ცხოვრობს, აქვს სრული პასიური თუ აქტიური საარჩევნო უფლება. ამავე დროს ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში. ეს გადაწყვეტილება არსებითად ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24 მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში ნების გარე ჩარევისგან თავისუფლად გამოვლენასაც მოიაზრებს. არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარე ჩარევის მიმართ. სულ უფრო ხშირად ისმის ბრალდებები არჩევნებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, იქნება ეს არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებაც კარგად აჩვენა, რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამორჩეველზე საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას. ამასთან, არარეზიდენტი მოქალაქეების შემთხვევაში მაღალია საინფორმაციო მანიპულირების საშუალებები, ზოგადად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გარემოზე, საზოგადოებრივ საჭიროებებზე ადამიანი ორი წყაროდან იღებს ინფორმაციას. ერთი, ეს არის მედია,
საიდანაც ადამიანი ინფორმაციას უფრო გაფილტრულად, სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისი ინტერპრეტაციით იღებს და არის ეგრეთ წოდებული გაუფილტრავი ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი პირადად საზოგადოებასთან თუ სახელმწიფოსთან ინტერაქციაში იღებს. დეზინფორმაციისა და ცრუ ნარატივების ეპოქაში ამ ორი წყაროდან მიღებული ინფორმაცია შესაძლოა რადიკალურად ურთიერთსაპირისპირო იყოს. ეს გარემოება ზრდის ქვეყანას ქვეყანას ფიზიკურად მოწყვეტილი მოქალაქის მხრიდან არაინფორმირებული არჩევანის გაკეთების რისკს. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარემოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ ინფორმირებულ არჩევანს. ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი. კიდევ ერთხელ ხაზი რომ გავუსვათ, არაფერი იცვლება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში, როგორც აქამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა. ერთადერთი პირობა არის 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში. მადლობა. დიახ. ჩვენ ანუ ეს საერთოდ არ ეხება ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის საკითხით, აქ სუბიექტები არიან საქართველო და რუსეთი, ჩვენ აქ სალაპარაკო გვაქვს რუსეთთან, რომელსაც აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები, რაც შეეხება ადმინისტრაციებს, ეგრეთ წოდებულს, ამ შემთხვევაში ამას არანაირი გავლენა რა თქმა უნდა ამ საკითხზე არ აქვს. თავარი არის შემდეგი რამ, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი, როდესაც 2006 წელს მათი ორგანიზებით ცხინვალის რეგიონში ჩატარდა ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები და ამაში მონაწილეობდა ნაციონალური მოძრაობა და მათ შექმნეს ამის საფუძველზე და შემოაბრუნეს ტერმინი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია თუ ნახავთ მათ შორის სხვადასხვა დოკუმენტაციაში ნახავთ ამ ტერმინსაც. ეს მაშინ, როდესაც ჩვენი არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში, მათ შორის უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობებსაც ვწინოთ, რომ იყოს ტერმინად გამოყენებული ცხინვალის რეგიონი და ამ დროს ეს სამართლებრივ თუ პოლიტიკურ სივრცეში ასე ირიბად შემოიტანა ნაციონალურ მოძრაობამ 2006 წელს, 2007-ში კი აი ამ ეგრეთ წოდებული სეპარატისტული არჩევნებით, რომელიც წინამდვილეში იყო ნაციონალურ მოძრაობისგან წახალიზებული და ორგანიზებული, ამას დააფუძნა უკვე ამ ადმინისტრაციის შექმნა. რა მოიტანა ამ ყველაფერმა, ეს იყო რა თქმა უნდა ესკალაციის გზა, რომელმაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა ომამდე და მიგვიყვანა ცხინვალის რეგიონის რუსეთის მხრიდან ოკუპაციამდე. ასე რომ ეს და მათ შორის ეს საკითხიც ასახული არის კონსტიტუციურ საარჩევნში, რომელიცაც ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს ნაციონალურ მოძრაობის არაკონსტიტუციურ გამოცხადებასთან დაკავშირებით და არის მოტანილი როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული. უყურეთ როგორც კიდევ ერთხელ დღეს 2007 წელს მიღებული კანონმდებლობით, რომელიც ნაციონალურ მოძრაობის დროს იქნა მიღებული, დღეს საქართველოში არსებობს ასეთი წარმონაქმნი, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რომელსაც ქვია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია. რაც თავის მხრივ არის ერთის მხრივ კონსტიტუციასთან ანტიკონსტიტუციური, ვინაიდან შეუძლებელი არის რომ ასეთი ორგანოები შეიქმნას, ამავე დროს კიდევ ერთხელ არის სამხრეთ ოსეთის როგორც ტერმინის შემოbrunების მცდელობა და ამის აღმოფხვრას ემსახურება სწორედ ჩვენს მიერ ამ შესაბამისი კანონის და ადმინისტრაციის გაუქმება. აქვე კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, რომ რაც შეეხება ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურ ხელისუფლებას,
ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლება, არჩეული ხელისუფლება არიან ის მუნიციპალიტეტები, რომელიც 2006 წელს იქნა არჩეული და ისინი რა თქმა უნდა სულად აგრძელებენ მუშაობას ცხინვალის რეგიონში და ისინი არიან ერთადერთი გამგზელებელი, ასე ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლებისა. კერძოდ ეს არის ახალგორის, ქურთის, თიღვის და ერედვის მუნიციპალიტეტები. შესაბამისად, არანაირი სამხრეთ ოსეთი, როგორც ტერმინი, საქართველოს არც ირიბად, არც პირდაპირ, არც რაიმე პოლიტიკურ თუ სამართლებრივ დოკუმენტში არ უნდა არსებობდეს, ვინაიდან ეს სრულად ეწინააღმდება საქართველოს კონსტიტუციას და ზუსტად ეს იყო 2006-7 წლებში ნაციონალური მოძრაობის ღალატი, როდესაც მათ აღადგინეს 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები და ამით შექმნეს მათ შორის წინაპირობები ოკუპაციისთვის. პოდოლიაკზე კითხავს, მას ჰქონდა განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება არის მარიონეტული, არალეგიტიმური და მოთხოვა, რომ მათი მცდელობა არის ახლა მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში და გადავიდეს უკრაინაში. თქვენი პასუხი მის ამ განცხადებას? მოვიცით რა უნდა უპასუხოთ ახლა საერთო ჯამში ჩვენ ხედავთ იმ არამეგობრულ დამოკიდებულებას, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას ქართული ხალხის მიმართ გააჩნია და უპირველეს ყოვლისა ეს არის დიდი უმადურობა, რასაც ჩვენ ხედავთ უკრაინის ხელისუფლებისგან. უკრაინის ხელისუფლებამ ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტის კაბინეტში ერთხელ უკვე მიიღო შენიშვნა მადლიერებასთან დაკავშირებით, რომ როდესაც მათ გვერდში უდგანან, უპირველეს ყოვლისა მადლიერება უნდა გამოხატონ იმ ხელისუფლებების მიმართ და არ უნდა გამოიჩინონ უმადურობა. სამწუხაროდ ზელენსკის ხელისუფლება გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ უმადურობით, ის მხარდაჭერა, რომელიც ქართველი ხალხისგან არსებობს უკრაინის მიმართ, ამ მხარდაჭერის ასეთი პასუხი, რომ გვიგზავნიან აქ შემოგვიპარეს ჯერ სააკაშვილი, შემდეგ მათ შორის პოდოლიაკის განცხადებებითაც ცდილობდნენ, რომ შევეყვანეთ ესკალაციაში რუსეთთან, გვითვლიდნენ უკრაინიდან, რომ იქნებ ჩვენს გაგვესერინა სხვადასხვა ოკუპირებულ რეგიონებში და ასე შემდეგ. ესე ეპყრობიან ქართველ ხალხს. აქ პრობლემა არ არის ამ კონკრეტულად ამ ადამიანში. აქ პრობლემა არის იმ მეხუთე კოლონაში, რომელიც საქართველოში უცხო ქვეყნების დროშების ფრიალით არის დაკავებული და გახსოვთ თქვენ, რომ მათთვის ალბათ დღემდე სანუყარ ხელმძღვანელებად სწორედ ეს ადამიანები ხდებიან მათ შორის საქართველოში. ასე რომ არაფერი სათქმელი არ მაქვს გარდა იმისა, რომ მე უკრაინას მშვიდობას უსურვებ და უკრაინელ ხალხს უსურვებ, რომ მას ღირსეული ხელისუფლება წარმოადგენს. გავუგზავნეთ ეს. პირველი არის მაგ და რამდენიმე კითხვას არა. ოდოლოგზე თუ მეკითხა. ოდოლოგზე გამოსმოურა უშუალოდ თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებას. მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანისთან დაკავშირებით თქვენ წინა კვირას განაცხადეთ, რომ სააკაშვილი საქართველოში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩამოიყვანა მარიულობის მოსაწყობად. ოდოლოგმა თქვა, რომ თქვენს მიერ გაკეთებული ეს განცხადება არის უხამსი, მდაბიო და პროვოკაციული. რას უპასუხებთ ზელენსკის რჩევებს? ფაქტები თვითონ ღაღადებენ სიმართლეს, ხომ? აბა ვინ ჩამოიყვანა სააკაშვილი? ვიცით, მათ შორის ჩვენებიდან, ვიცით და მხილებული არის იმ ადამიანის მხრიდან, ვინც უშუალოდ მის ტრანსპორტირებას ახდენდა, რომ ეს ორგანიზებული მისი შემოპარება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეებში ორგანიზებული იყო უკრაინის სამხედრო თუ კონდაზვერვის სამსახურის მიერ, კერძოდ მისი ხელმძღვანელის მოადგილის გია ლორთქიფანიძის მიერ. სად არის დღეს გია ლორთქიფანიძე? ისევ იქ არის, სადაც ის არის. შესაბამისად, ვინც ხელს აფარებს სააკაშვილის ქვეყანაში შემოპარების ორგანიზატორებს, შესაბამისად, ამ ხელს საკუთარ თავს ამ საქმეში. და ის რომ ამაზე ეს ხა მისი სტილის პრობლემა არის, მაგრამ აქ მთავარი ფაქტებია. არჩევნების წინ უკრაინის ხელისუფლების ორგანიზებით შემოაპარეს სააკაშვილი იმისთვის, რომ აერიათ ქვეყანა და იმისთვის, რომ ჩაეგდოთ ქვეყანა ქაოსში. და რაც ამ არჩევნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მოხდა და რაც ჩანდა უკვე იმთავითვე, რომ საქმე მათ შორის უკრაინაში მიდიოდა ომისკენ, ეს კიდე რა თქმა უნდა გვაფიქრებინებს თუ რა იყო მეორე ეტაპი ამ ქაოსის მოწყობისა
როდესაც თუ კი შეძლებდნენ სააკაშვილს ჩააგდებინებდნენ ხელში ხელისუფლებას, მე ხო არავის ეჭვი არ გეპარება და იქიდან რომ ზარი გაისმევოდა უკრაინიდან რომ მიდით საქართველოს და შევარდით ახლა ერთთან მეორე რეგიონში ხო არავის არ ეპარება ეჭვი რომ ზუსტად ამას გააკეთებდნენ. თავად ეს ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტიები არ ამბობდნენ რომ უნდა დაუწესებდნენ სანქციებს, ჩაკეტავდნენ ცალს, საზღვრებს, წავიდოდნენ ესკალაციას და ბოლო-ბოლო გახსოვთ თქვენ ზურაბ გირჩის განცხადება, რომ ერთი 10,000 რუს ჯარისკაცს აქ დავაკავებდითო, აქ რომ ომი დაგვეწყო. ეს უნდათ მათ. ეს უნდათ რასაც ეკა გიგაური ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაქირავებული NGO-ს წარმომადგენელი ამბობდა, რომ შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ. ეხლა რუსეთის სუსტი არისო. ეს არის რასაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ნინო ლომჯარი ამბობდა, რომ ასეთ ყოფას ჯობია, რომ ბომბები გვესმოდესო და ჩვენი ბავშვები და ქალები იღუპებოდნენ, რომ ეს ერჩივნა მას. აი ეს არის. ეს უნდათ მოეწყოთ და ქართულმა ხალხმა კიდევ ერთხელ და მათ ჩვენ მოუსაფრთხოების სამსახურებმა ამის საშუალება არ აქვს. აერთი და გამო. ფორნიკე რიშვაძე როგორც ცნობილი გახდა, ის გერმანიაში გადადის საცხოვრებლად. მე მაინტერესებს თქვენი აზრით და რა ინფორმაცია გაქვთ, რატომ აირჩია გერმანია ფორნიკე რიშვაძემ? განმოიცხოვს თუ არა, რომ მან თავშესაფარი მოითხოვოს და თავშესაფარი რომ მოითხოვოს შესაძლებელია ეს ჩნდება იქიდან გამომდინარე, რომ ის სიდეთთან მშობლებთან კარგით, გავიგეკითხა. არა, გერმანიაში და ამიტომ ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ შეიძლება თავშესაფარი მოითხოვოს და ოცნების წევრებიდან ვინმეს თუ ქონდა მასთან კომუნიკაცია. არანაირი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს, ამიტომ რაიმენა კომენტარს ამ საკითხზე ვერ მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. არ მაქვს ინფორმაცია გულით. იზრდება ჯარიმები, შესაბამის სანქციების გაზრდას უწყება ამბობს, რომ პრევენციის მათ შორის პრევენციის ხასიათი ექნება და ის ლეტალური შედეგები, რომლებიც არის ამით ერთგვარად მოხდება შემშვიდობა. ჩვენ როგორც ვიხსენებთ, რამდენად არის ეს პრობლემა მართლაც აქტუალური და რადგან ჯარდათ ეს და ამავე თემაზე შემდეგ გორკიცვას არის. ხო, თავისთავად საქართველოს მოგიბრუნდეთ. თავისთავად საქართველოს პარლამენტის ამოცანაა მათ შორის რომ დააკვირდეს იმას თუ როგორ მოქმედებს ესა თუ ის კანონი. როგორ მოქმედებს კანონი და შესაბამისად მოარგოს იმ გამოწვევებს, რომელიც ჩნდება ხოლმე კანონის იმპლემენტაციის დროს. ამ მხრივ ადმინისტრაციულ სამართალდაღობათა კოდექსი საგზაო მოძრაობის ნაწილს რაც შეეხება მნიშვნელოვანი არის ჩვენი მოსახლეობის, საგზაო მოძრაობის მონაწილეების, მათ შორის უსაფრთხოებისთვის და როდესაც ნორმები ვერ ახდენენ პრევენციას დარღვევებისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ, რომ შესაბამისი ანალიზის საფუძველზე ისე მოვარგოთ ნორმა არსებულ გამოწვევებს, რომ შეასრულოს პრევენციული როლი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ასეთი მუშა პროცესი არის, რაც ეხება ადმინისტრაციულ სამართალდაღობათა კოდექსს, არა მხოლოდ ამ მიმართულებით, ნებისმიერ მიმართულების. სამართალდაღობება იმიტომაც ქვია სამართალდაღობება, რომ ის არ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა და იმისთვის, რომ არ ჩაიდინოს, მნიშვნელოვანი არის, რომ პრევენცია, ანუ სანქცია სამართალდაღობაზე იყოს იმდენად ადეკვატური, რომ ადამიანს არ უღირდეს ამ სამართალდაღობების ჩადენა. შესაბამისად, ვიმსჯელებთ ამ საკითხს. დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს ამითების იმპორტი დაეფებდება ნებართვას და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობა დასჭირდება, გულისხმობ ელექტროშოკერს აკუსტიკური არახს და ასე შემდეგ. რა ის მიზანი და მომასმენი რესპონდენტის ესეც თავისთავად რა თქმა უნდა გულისხმობს
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ამოცანების შესრულებას, როდესაც ისეთი ნივთები, რომელსაც მომენტებული საფრთხე შეიძლება ქონდეს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, უნდა დაექვემდებაროს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციას და კონტროლს ჩვენი მოქალაქეების, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, სიცოცხლის გარანტიებისთვის. უსმენდით პარლამენტის თავმჯდომარეს ქრონიკა პირდაპირ ეთერში 14 საათზე დაბრუნდება.